მოგესალმებით მორიგი მოტო შეხვედრიდან. საინტერესო რამე მინდა განახოთ. წინა ვიდეოში ZX R400 განახეთ და სასწაული რაოდენობის კომენტარები დაწერეთ. სულ იყო 3 კომენტარი და მე მგონი ერთი იყო დეჩემა დაწერა მე მგონი. ერთ-ერთი მათგანი და просто ძალიან მაგარი რაღაცა მინდა განახოთ და შეაფასეთ. ეს არის უმშვენიერესი ZX R400. ეს ბაიკები გამოდიოდა 90-იანები და 91-დან 2002-მდე 2003-მდე. ძალიან მაგარი ბაიკებია, 400 კუბი, 4 ცილინდრიანი. არის აი სასწაული რამე. თან ძალიან კარგ მდგომარეობაშია და სასწაული რა არის, იცით? სულ არის 50 ბაიკი UK-ში დარეგისტრირებული 400 ZX R400 და აქ დგას 2 იდენტური ბაიკი. წარმოვიდგენთ და ამ 50-დან მხოლოდ 11-ია გზაზე დარეგისტრირებული. დანარჩენები ალბათ როგორც ტრეკ ბაიკებად ეგრე იყენებენ და სასწაული რამე. ორივე ძალიან მაგარ მდგომარეობაში. ყველაზე მაგარი რაღაც ამ ბაიკის აი ეს პოუზები არის air intake, ანუ ჰაერი შედის, ჰაერის ნაკადი შედის აი აქედან. ესეთი air duct აქვს. აქ ძალიან მაგრად გამოიყურება. ანუ main air duct არ არის, ანუ ქვემოდანაც შედის ჰაერი, მაგრამ ეს просто სამარიაჟო პონტია რა. ძალიან მაგარი რამე. და ყველაზე მაგარი დეტალი ამ ბაიკის კიდე არის აი ეს. ეს გაძლევს დაახლოებით 15 ცხენის ძალას. Extra 15 horsepower on it. Okay. Fucking it looks so weird this thing. Man. Oh, it's so sexy, man. Oh. It's very nice. Არა, კაი რამეა. საოცარი შეგრძნება ამ ბაიკში. აუ რა მკვდარია დაბალაბაროძე. დაბალაბაროძე არის ძალიან მკვდარი, მაგრამ აი ჯდომის პოზიცია არის უსექსუალურესი და რა მაგარი რაღაცაა просто. აიცე გავიდე ერთი სტორგზაზე და გავტესტო, ოიმე. პავაროტნიკს ვერ ვხედავ. Okay, 14,000 ავაროძე აქვს red line. გავხდეთ სიმციმა. დავედით მარჯვნივ. 14,000 ავაროთი. რა მაგარი რა. რა მაგარი რაღაცა. ძალიან საკაიფო ჯდომის პოზიციაა. მაგარი არა კომფორტულია, მაგრამ სასიამოვნოდ არა კომფორტულია. Короче. ჯორდანმა მომცა ეს ბაიკი და მithქარ ფრთხილად იყავიო 12 წლის საბურავები აქვს. ასე რომ აკო ფრთხილად უნდა ვიყო ამ ბაიკზე 12 წლის საბურავებით. Okay, დავით გავხსენ. Adi. რა კარგი რაღაცაა ჩემი. ვა, რასაკაი, ასათი დადო ეგრევე ჩემ. არა. Короче, 800 ამბაროტის ქვევად ვაფშე არაფერს არ შევა. უნდა აყვირო რა, მაგრად უნდა აყვირო. Okay. გადავედით. გადაჟორის კაი სარკეებია, ყველაფერი ჩანს, ნახე რა ხელა რაღაცაა, კვადრატული სარკე. აუ რა კაი რამეა ჩემი. Просто აი ესეთი ბაიკი როგორ არ უნდა ყავდეს გარაჟში. თან ალბათ ესენი ძვირია, მაგრამ ამის მსგავსი რაღაც. ნახე რა კარგი რაღაცაა ჩემი. 14,000
აურა დონე არ არის ახლა ეს ბაიკი ისეთი ჰიპერსტრაფი ან რაღაცა, მაგრამ აი იმხელა ემოციას განიჭებს, რა მეტი არ გინდა არაფერი რა. ეგა რა, მოტოციკლეტი არ არის აუცილებელი რომ იყოს სასწაულად ძვირი ან 1000 გაჯეტი კონდეს ან რაღაცა. უბრალოდ აი ემოციებს უნდა გვიდეს რა. ესეთ ბაიკზე რო ჯდები ახლა და ეს ვიბრაცია, ეს თუ როგორ გამოიყურება ეს ბაიკი, ეს ხმა 12-14000 აბაროტი, ეს არის რაც გაგიჟებს რა მოტოციკლეტებზე. ეს არის ზუსტად. აურანელა კრიფავს, მაგრამ რო კრიფავს ძალიან მაგარ ემოციებს გვრის. არ არის ახლა ისეთი რამე, რომ აი ხელებს გაწყვიტავს რა რაღაცა. რა 100 მილამდე ავიდა რა რო აყვირე ხა. ალბათ 120 უпростоრად 130-140 მილი შეუძლია მაქსიმალური სიჩქარე. რაც არ არის ძალიან ცუდი 400 კუბიანი ბაიკისთვის, 4 ცილინდრიანი 400 კუბიანი ბაიკისთვის არის ძალიან მაგარი მაჩვენებელი. თუ არ ვცდები, აქ დაახლოებით 60 ცხენის ძალა და 25-27 ნიუტონ-მეტრი თორქი. მაგრამ აი ეს დელივერი რა, როგორ გძნობ ამ ძალას და ამ თორქს, არის რაღაც სასწაული. ეს ხმა, ვიბრაცია, ეს ტახომეტრი რო გადადის 12,000-14,000 აბაროტზე არის, რავი, დონე რა. ძალიან მაგარი რამე. თან გამოიყურება აი old-school-ურად რა, ძალიან old-school ბაიკია რა. მოსახვეებში შედის ძალიან კარგად, სხვათა შორის აი ხა საბურავები რო არ იყოს დინოზავრების დროინდელი, ალბათ კარგად გავტესტავდი, მაგრამ აი просто არ ღირს რა ახლა რა. თან სხვისი ბაიკია. არ ღირს ახლა ესე. ძალიან თავის გაგიჟება. მაგრამ აი სტრეიტზე უეჭველი უნდა გამოსცადო. არა, კაი რაღაცაა ეს. აი რავი, ვინც იძახის ხოლმე რომ პატარა კუბატურიანი ბაიკითო არ შეიძლება კაი დროს ტარებაო. ეგრევე მიეცით კისერში, რასაც ქვია რა, იმიტომ რომ წარმოდგენა რა აქვს, რაზე საუბრობენ. დაბლოკეთ ეგეთი ადამიანები. ჩამოიშორეთ ჩვენი ცხოვრები და აი ტიპები რო არიან ხოლმე, რომ აი, არა ბრატ. 180 მილისაათზე თუ არ გავხსენი ძმაო და უკანა ვორბალზე თუ არ დამაყენა ეგრა ბაიკია და ეგეთი რაღაცეები. მოტო სამყარო არის ძალიან დიდი. მოტოსფერო ბაიკები არის 1000-ნაირი და ყველანაირი ბაიკი შეიძლება უდიდესი სიამოვნების მიღება. ეს არის off-road ბაიკი, ეს არის აი ესეთი პატარა კუბატურიანი ბაიკები, ეს არის ლიტრიანი ბაიკები, თუ აი რაც კი დაასახელეთ, ყველაფრით შეიძლება ძალიან მაგარი დროის ტარება. უბრალოდ ყველაფერს თავისი ადგილი აქვს. კაი, მოდი გავისეირნოთ 1-2 კაი ბაიკს განახებთ კიდე. NR 700 რალი ედიშენი ძალიან საკაიფო რამეა. ნახე რა ვიძია просто. კიდე რა გვაქვს? Kawasaki-ს Ninja H2 SX-ი ძალიან მაგრად მომწონს ეს ბაიკი და რავი რა. როგორ მინდოდა ამ ბაიკის ყიდვა, მაგრამ გადავიფიქრე ბოლო მომენტში. ჩემი ბაიკის ძველი მოდელი Kawasaki Z1000 SX-ი. კიდე რა ყავს აქ საინტერესო. რა თქმა უნდა, ამ ბაიკის გამოტოვება არ შეიძლება. ეს არის Panigale V4S. ოღონდ სულ ახალი მოდელი, აი რესტაილინგია, ცხვირი და ეს ვინგლეტები ვაფშე გამოიყურება ახალ მოდელზე. ძალიან მაგარი ბაიკი. ბანდიტი, ახლა რა კაი ვიძია ბანდიტი. ესეთი სუფთა ბანდიტი მე ჯერ არ მინახავს ალბათ. აი წინა ვიდეოში მაგას ვიძახდი, აი ესეთ შეხვედრებზე ნახავ ხოლმე, აი ესეთ საკაიფო ბაიკებს რა. ეს ვაფშე რა არის წარმოდგენა.
მაგრამ დიდ სკუტერს რო გავს, ეგ კი ჩანს. Სვეტში დიდი სკუტერი Honda-ს. 1290 Super Adventure. ძალიან კაი ბაიკებია, მაგრამ აი რავი, KTM-ი და მე ვერ ვიგებთ ერთმანეთს აშკარად. ყავდა ტესტ-რაიდზე. კაი ბაიკია, მაგრამ აი რავი. აი სასწაული რაოდენობით თორქი აქვს. მიდისკი, მაგრამ აი გზაზე ესეთი ბაიკი, რავი. ამ ხელა თორქით და ამ ხელა ცხენის ძალით არ გჭირდება ალბათ რა, რავი, ოფროუდზეც რავი, რაში გჭირდება ამ ხელა ცხენის ზალი. იდეაში 100 ცხენის ზალა არის საკმარისზე მეტი, აი მაგალითად აფრიკა ტვინზე მეტი ალბათ არ გჭირდება ოფროუდზე რა. მე ჩემი აზრი ეგა. ცოტა გამეინსტრიმეს ეს ბაიკი, მაგრამ მაინც მაგარი ბაიკია რა. რაც არ უნდა თქვა ანახებას და წინიდან შეხედავ ეს თვალები მართლა რაღაცა საულია. ძალიან ლამაზი ბაიკი. ახალი MT-10, ასევე ძალიან საკაიფო ვიზია. ძალიან ლამაზი ფერია. ეს წინ ახალი ცხვირის დიდი ფანი არ ვარ, მაგრამ აი მაინც მაგრად გამოიყურება რა. ახლოდან ის სურათზე არ მომეწონა, მაგრამ აი ახლა ახლოდან რო უყურებ, თქოს რა საკაიფოა, დეტალებს რო ხედავ უკვე და რაღაცა უკვე რაცნობიერებ, რომ ხო მართლა კაი რაღაცა.